ადამიანებს ხშირად გვიწევს ხოლმე სხვადასხვა ძლიერ სტრესთან შეხვედრა და გამკლავება. შეიძლება იყოს ბუნებრივი კატასტროფები, ან კონფლიქტები, სერიოზული დაძაბულობა და ამ დაძაბულობაში ცხოვრობთ რეალურად ადამიანები, რაც ძნელია და ეს იწვევს ორგანიზმის დისტრესს, ანუ გადამეტებული სტრესია ორგანიზმისთვის ეს ყველაფერი. და სხვადასხვანაირად ამჟღავნებენ ადამიანები ამას. ზოგ შემთხვევაში ძლიერი შფოთვა, ან ვერ იძინებს ადამიანი, ან სულ გაღიზიანებული, ან ფლეშბექები აქვს, ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ უნდა და ასე. ან სხვადასხვანაირად გამოხატავენ ადამიანები, ან ყველაფერი ერთად არიან მოუსვენრად და ასე შემდეგ. ეს ემართება ყოველ მეორე ადამიანს, ვინც ასეთ ძლიერ სტრესულ სიტუაციებში მოხვედრილა, ან ომი გადაუტანია, ან ესეთი მძიმე მდგომარეობები, ვისაც გადაუტანია, ფსიქოლოგიურად არის ძალიან ძნელი. თუმცა საბედნიეროდ მისი გამკლავება შესაძლებელია, რომ ყველაფერი ნორმაში ჩადგეს, რაც კარგია და ამაზე ვისაუბრებთ, როგორ მოახერხოთ ეს ძლიერი სტრესის მერე, როგორ უნდა აღდგეს ყველაფერი ნორმალურად, ან თუნდაც მაშინ, როცა ეს სტრესი მიმდინარეობს, რისი გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში ვთქვათ, რა ხდება ორგანიზმში ამ ძლიერი სტრესის. სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი იწევს ზევით და ადამიანს აქვს ჰიპერყურადღების მდგომარეობა. ჰიპერაქტიურად არის ადამიანი. ჰიპერაქტიურად არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ რაღაცას აქტიურობს და აკეთებს, თვითონ ორგანიზმი ამ მდგომარეობაში, ორგანიზმი არის ზედმეტად აღგზნებული. და ზედმეტად ემოციურად თითქოს თავისი ემოციის პიკზე არის, იქითაც უკვე ვთქვათ, მეტი ემოცია აღარ აქვს. შესაბამისად, ის ემოციები, რომელსაც გარშემო იღებს, მისთვის არაფერია, იმიტომ რომ ისაც ემოციის პიკზეა. და ამიტომ ადამიანი მერე გრძნობს, რომ არაფერი არ მინდა, ყველაფერი სულ ერთია და ასე. ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ეს ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი თავის ტვინის შიშის ცენტრი, ამიგდალა, მუშაობს და მუშაობს, ოღონდ იმდენად ძლიერია გარშემოდან სტრესი, რომ შეიძლება არც იყოს ძლიერი სტრესი, უბრალოდ ის ძლიერი სტრესი სად აღიქვა ორგანიზმმა ეს, რომ ვეღარ ახერხებს უკან დაბრუნებას, ანუ მუდმივი როგორც გაზს რომ მიადგა ბოლომდე და დაგრჩეს დაჭერილი გაზზე. საჭირო არ აუშვა ამ გაზს, ხო რომ მოდუნდე, ან დამშვიდე. და როცა ვერ ახერხებს ორგანიზმი ამას თავისით, მაშინ ვითარდება ეს შფოთვები, თავის პანიკური შეტევებით, თუ 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ამას ეძახიან მერე PTSD-ს, ანუ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, ესე ქვია. ეს ემართება ადამიანს, ვინც დიდი მძიმე კატასტროფა ან სტრესული შემთხვევა გამოიარა, მათ დაახლოებით 30-40%-ს ემართება ეს. რა არის მკურნალობა, რა უშველოთ ამ ყველაფერს? მთელი მუღამი მკურნალობის ამ დროს არის, რომ ერთი რომ ადამიანი იყოს უსაფრთხოდ, ფიზიკურადაც და ემოციურადაც თავის გარშემო უსაფრთხო ზონა შექმნას, პირველი, მეორე არის, რომ ეს ზედმეტად გააქტივებული შიშის ცენტრი, ამიგდალა დამშვიდდეს. ანუ არ არის მარტო შიშზე, არ არის საუბარი, რომ ადამიანს შეიძლება საერთოდ უშიშარი ადამიანი იყოს, არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ ვინმე მშიშარა ან არა, უბრალოდ ემოციების, შიშის და ყურადღების ცენტრია ეს ამიგდალა, რომელიც აქტივდება ასეთ დროს და ეს უნდა მოდუნდეს, ეგ არის გასაკეთებელი და ეს კორტიზოლი, სტრესული ჰორმონი, ადრენალინი, ნორადრენალინი უნდა შემცირდეს, ეს არის გასაკეთებელი. პირველი ყველაზე მთავარი მაგ დროს არის ფსიქოთერაპია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა თუ ადამიანი მიმდინარე სტრესშია, ან სერიოზულადაა საქმე ამ მომენტში და ეხლა იმას არც არის ბევრ შემთხვევაში იმის საშუალება, რომ ფსიქოთერაპიები დაიწყოს და კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია. ეს არის სინამდვილეში პირველი რიგის მკურნალობა, ან კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია, ფსიქოთერაპიები. მაგრამ
ამის საშუალება ხდება მე რომ ყველაფერი ჩაივლის, გადის დრო და მაინც სურჩება ეს ყველაფერი, მე ძალიან კარგია ფსიქოთერაპიები, მაგრამ იმ მომენტში როგორც წესი არ არის საშუალება, მით უმეტეს თუ ძლიერ სტრესთან უწევს ადამიანს გამკლავება, ასეთ დროს რა უნდა ვქნათ? ან ფსიქოთერაპიები გადავდოთ გვერდზე როგორც პირველი რიგის მკურნალობა, მაგრამ ყოველთვის არა ხელმისაწვდომი. ამიტომ, როცა არ არის ხელმისაწვდომი, ყველაზე მთავარი ამ დროსაც გამოიყენება ხოლმე არის ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, სერტრალაინი და პაროქსეტინი. ეს ორი პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ყველაზე ხშირად. სერტრალაინი არის სეროტონინის დონეს ზრდის და ამცირებს დატვირთვას ამ თავის ტვინის ემოციურ ცენტრზე და ასტაბილურებს ნეიროტრანსმიტერებს და ადამიანი მშვიდდება. ადამიანი მშვიდდება, ოღონდ ისე კი არა, რომ კი არ თიშავს და ან ეს ემოციებისგან კი არ ცლის და ასე არ არის. უბრალოდ ასტაბილურებს, რაც ამ დროს არის საუკეთესო გამოსავალი. ამ დროს მიიჩნევა პირველი რიგის მკურნალობად. პაროქსეტინიც ასევე მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან უსაფრთხოა, მაგრამ სერტრალაინი მიიჩნევა როგორც ოქროს სტანდარტად, მოკლედ პაროქსეტინიც ასევე არის ძალიან ეფექტური. ხო, რა განსხვავებაა სერტრალაინს და პაროქსეტინს შორის? მაგალითად, პაროქსეტინი უფრო მეტად ამშვიდებს. სერტრალაინი ნაკლებად ამშვიდებს. ეს არის ანუ დამშვიდებაზე საუბარია, რომ აი ესეთი დამშვიდება, რომ ძილიანობა გამოიწვიოს, თორე სინამდვილეში ორივე ამშვიდებს, ანუ ორივე ფოთვას ხსნის, მაგრამ სერტრალაინი ისე რომ ადამიანი ჩვეულებრივად ყოველდღიურობაში შეუძლია რომ აქტიური იყოს და პაროქსეტინი ცოტა მეტად ამშვიდებს, თორე ისე ორივე ჯამში მიიჩნევა რომ ძალიან ეფექტურია და ორივე პირველი რიგის პრეპარატს წარმოადგენს. 25-დან 50 მილიგრამით იწყება ხოლმე, გაზრდა შეიძლება დოზის 100-დან 200-მდე და ამის მიღება რეალურად თვეების განმავლობაში შეიძლება ხოლმე და შემდეგ ნელ-ნელა უნდა ჩამოუკლო და შეწყვიტოს ადამიანმა მას შემდეგ რაც კარგად იქნება და თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს, რომელიც ასევე გამოიყენება ხოლმე, მაგათ აქვთ ვენლაფექსინი მაგალითად წარმომადგენელი, მაგათ რა აქვთ უარყოფითი ისა აქვთ, რომ შეიძლება სტიმულანტის ეფექტი აქვს და გააქტიურება გამოიწვევს ადამიანის და ეს გააქტიურება შეიძლება ფოთვაში გამოიხატოს და ამიტომ ფოთვა რო არ გაზარდოს, ამისთვის ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად გამოიყენება ხოლმე ეს ნორადრენალინის სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ამით გამოიყენება სერტრალაინი და პაროქსეტინი, რაც გითხარით ზევით. აი ეს არის სქემა, რითიც მოქმედებს. არის ასეთი წამალი კიდე პრაზოსინი, რომელიც გამოიყენება ხოლმე კომბინაციაში ანტიდეპრესანტებთან, თუ ადამიანს აქვს ღამის კოშმარები. ანუ თუ კოშმარები აქვს ძლიერი შიშის ცენტრს თრგუნავს პრაზოსინი ღამით განსაკუთრებით და ნორადრენალინის ბლოკავს და რემძილის ფაზაში იბლოკება მოკლედ აი ეს ძლიერი ემოციები და ადამიანს კოშმარები აღარ ესიზრება, ძალიან ეფექტურად მიიჩნევა მოკლედ. რაც შეეხება ბენზოდიაზეპინებს, მაგალითად ლორაზეპამი, რომელიც ძალიან პოპულარულია, ალპრაზოლამი, ეგენი გამოიყენება, როცა ძალიან ძლიერ სტრესშია ადამიანი, ან პანიკური შეტევა აქვს, ან იმ მომენტში მიმდინარე ძალიან ძლიერი სტრესი როცა, მაშინ გამოიყენება, მაგათი პრობლემა ის არის, რომ უსაფრთხოება, ანუ არ შეიძლება მათი ყოველდღე გამოყენება და მხოლოდ თქვათ რამდენი 1-2 კვირის განმავლობაში შეიძლება და ისიც ყოველდღე მიყოლებით არა. იმიტომ რომ დამოკიდებულებას იწვევს, სედაციას იწვევს, დამშვიდებას იწვევს, ანუ ძალიან ეფექტურებია ეგენი, ამშვიდებს, მაგრამ უარყოფითი აქვს, რომ დამოკიდებულებას იწვევს და ეგ დიდი უარყოფითი მხარე აქვს და მერე მოხსნის მერე პირიქით შეიძლება გამძაფროს სიმპტომები. ოღონდ ეს გადაბმული მიღების შემთხვევაში, ანუ ერთი მიღება არაფერს არ აშავებს, ეგენი გაბას სისტემაზე მოქმედებენ, ანუ აძლიერებენ გაბას და მნიშვნელოვნად ამშვიდებენ. მთავარი მოკლედ მან ბენზოდიაზეპინების დროს ის არის, რომ გადაბმულად არ მიიღოს ადამიანმა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. ზოგადად ეგენი მიიღება 0.5-დან 2 მილიგრამამდე დღის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ.
აი ძალიან ინტენსიური, აი გამოუვალი მდგომარეობების დროს მიიღება. ანუ ყოველ დღე მისი მიიღება არ შეიძლება. იმიტომ რომ შეიძლება პირიქით დაამძიმოს სიმპტომები თუ ყოველდღე მიიღებს ადამიანი და მერე რომ მოხსნი თან დამშვიდებას იწვევს და დროთა განმავლობაში ტოლერანტობასაც და მოკლედ არანაირად არ არის სასურველი მისი ყოველდღე მიიღება. ამიტომ არის რომ ანუ sertraline მიიჩნევა როგორც მოკლედ ოქროს სტანდარტი მაგ დროს იმისთვის რომ აი ესეთი ძლიერი სტრესი სტრესს გაუმკლავდეს ადამიანი ან სტრესის შემდგომ დარღვევებს. არის და ეხა არის კითხვა რა თქმა უნდა რომ ანუ არ შეიძლება რომ ბუნებრივად უმკურნალოთ ამ ყველაფერს თუ მაინც ვთქვათ ესეთი ძლიერი წამლებია საჭირო. ბუნებრივი საშუალებებიც არსებობს რა თქმა უნდა და ამაზე ვთქვათ აშვაგანდა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. აშვაგანდა მიიჩნევა როგორც ადაპტოგენი. ადაპტოგენი ნიშნავს რომ ორგანიზმს ეხმარება სტრესთან გამკლავებაში, მნიშვნელოვნად კორტიზოლის დონეს არეგულირებს და ასტაბილურებს და მოქმედებს რეალურად როგორც მსუბუქი ანტიდეპრესანტი. ეგეთი მოქმედება აქვს და ან მსუბუქ ანტიდეპრესანტებს უდგება გვერდით თავისი ეფექტურობით, ამიტომ აშვაგანდა ერთ-ერთი საუკეთესოა. დაახლოებით 300 მილიგრამიდან 600 მილიგრამამდე მიიღება დღის განმავლობაში, დილით და საღამოთი როგორც წესი და რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელია მისი მიღება. ან კვლევები ბევრია ჩატარებული აშვაგანდაზე და საკმაოდ ეფექტურია. ძალიან დიდი ხანი აშვაგანდას იყენებენ. ერთ-ერთი აშვაგანდას მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს, რომ ჰიპერთიროიდიზმი, ვისაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მომატებული, ვისაც აქვს, მათთვის არ არის სასურველი მიღება, რადგან შეიძლება მეტად გააქტიუროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ხო, რაც შეეხება სხვა მაგალითად ხო აი ნებისმიერ ვისაც მე ფარისებრი აწუხებს, კითხულობს ხოლმე რომ თქვა აი სხვა ფარისებრის ჰიპოთირეოზის დროს შეიძლება როგორც წესი შეიძლება ხოლმე ან კვანძების დროს შეიძლება თუ არა როგორც წესი შეიძლება ან მაგებზე გავლენა არ აქვს, უბრალოდ კორტიზოლის დონეზე რომ მოქმედებს, არაპირდაპირ მოქმედებს ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და ის იმისი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გარდაქმნას აუმჯობესებს, რაც არ არის კავშირში პირდაპირ ან ფარისებრი ჯირკვალზე თვითონ კი არ მოქმედებს, არამედ არაპირდაპირ მოქმედებს, ამიტომ როგორც წესი ჯამურად მაინც უსაფრთხოა. მეორე საკვები დანამატი, რომელიც ასევე სცენარეულია, უსაფრთხოა და ეფექტური არის L-თიანინი. L-თიანინი მწვანე ჩაისგან მიიღება, ნუ მწვანე ჩაიში ახლა ნაკლებია და L-თიანინი დოზა არის ხოლმე როგორც წესი 100 მილიგრამიდან 200 მილიგრამამდე დღის განმავლობაში და L-თიანინს აქვს მნიშვნელოვანი დამამშვიდებელი ეფექტი და თან ისე რომ არ აძინებს, ანუ ან ჯანსაღზიელს ხელს უწყობს, მაგრამ ადამიანს არ მოადუნებს და ამ ფუნქციონირებას არ დააკარგვინებს. ესე კორტიზოლის დონეზე მოქმედებს და კვლევებითაც დადასტურებულია, რომ მაგალითად აი ნერწყვში კორტიზოლის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს, გულის ცემის სიხშირეს მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც დაკავშირებულია ხოლმე აი ადრენალინის მომატების გამო გულცემა აუჩქარდება ადამიანს და ეს L-თიანინი კიდე ამცირებს ამას. მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალება საერთოდ რაც არსებობს L-თიანინი და L-თიანინს კიდევ დადებითი ის აქვს, რომ ჩქარა მოქმედებს, ანუ ძალიან ეფექტურია, მალევე მოქმედებს და მიიღება ხოლმე დილით, ან ძლიერი სტრესის მერე, ან სტრესის წინ, ან საღამოთი, მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია L-თიანინი და ბუნებრივია, ძალიან უსაფრთხოა, კომბინაციებში შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, შესაბამისად ძალიან მოკლედ მაღალ ეფექტურია. არის კიდე როდეოლა, ესეთი, რომელიც მოქმედებს სეროტონინის და დოფამინის აქტივობაზე და აბალანსებს მოკლედ მათ ბალანსის აღდგენაში ეხმარება.
ემოციურ გამძლეობაში ეხმარება ადამიანს, დაღლილობას ამცირებს და აი ემოციურ გაფერმკრთალებას ამცირებს. აი რო ამბობენ ადამიანები, რომ აი სულ ერთია, აი ემოციას ვერ განვიცდის. აი ასეთი გრძნობა რო აქვს, აი ამას აუმჯობესებს, რა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია რეალურად, იმიტომ რომ ძლიერი სტრესის დროს ეგ მნიშვნელოვანი პრობლემაა ხოლმე. 200 მილიგრამიდან 400 მილიგრამამდე გამოიყენება დღის განმავლობაში როდეოლა, ძირითადად მიიღებენ დილით, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა სტიმულაციის ეფექტი ქონდეს ორგანიზმზე, ამიტომ დილით ჯობია მისი მიღება. ხო, როდეოლას ახლა მნიშვნელოვანი შეზღუდვა ერთ-ერთი ის აქვს, რომ ადამიანს თუ ბიპოლარული აშლილობა აქვს ან მანიის ეპიზოდები თუ აქვს, მაშინ არ შეიძლება მისი მიღება, იმიტომ რომ ზედმეტი სტიმულაციის ეფექტი შეიძლება ქონდეს მანიის დროს, ისედაც ზედმეტად აგზნებულია ტვინი, ამიტომ არ არის საჭირო მისი მიღება, გაბა სისტემაზე მოქმედებს და ფიზიკურ დაძაბულებას ამცირებს, ძილს აუმჯობესებს. შესაბამისად, როდეოლა ერთ-ერთი ძალიან უსაფრთხოა და საკმაოდ ეფექტურია. შემდეგი არის მაგნიუმი. მაგნიუმიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და მაგნიუმის გლიცინატი განსაკუთრებით, რომელიც თავის ტვინზე კარგად მოქმედებს, NMDA სისტემაზე მოქმედებს, გაბას ფუნქციონირებას ხელს უწყობს, ფიზიკურ დაძაბულობას ამცირებს, ემოციურ გამძლეობას აუმჯობესებს და აი ამ აგზნებადობას, აი ამ დაძაბულობის ზღვარზე ვიწევს, მოკლედ ნაკლებად ემართება ადამიანს დაძაბულობა, ფიზიკურ სიმპტომებსაც, ფიზიკურ დაძაბულობასაც კი ამცირებს. ანუ მაგნიუმიც ერთ-ერთი საუკეთესოა, მოკლედ 200-დან 400 მილიგრამამდე მიიღება როგორც წესი და შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ საღამოთი იღებენ ხოლმე, რომ ძილშიც დაეხმაროს, შესაბამისად ხშირი პრაქტიკაა მისი საღამოთი მიღება. ნუ გლიცინატის ფორმა, თეონეიტის ფორმა, გლიცინატის ან თრეონეიტის ფორმა მიიჩნევა საუკეთესოდ, რომ თავის ტვინზე იმოქმედოს, მოკლედ როცა საქმე ეხება მაგნიუმს. და ზაფრანა არის შემდეგი საკვები დანამატი. ზაფრანა არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, რეალურად სეროტონის დონეს ზრდის და აი კვლევებით ფლუოქსეტინის უდგება თითქმის ეფექტურობით ბევრ შემთხვევაში. შესაბამისად, ანუ ზაფრანაც ერთ-ერთი საუკეთესოა ბუნებრივად, ვისაც უნდა რომ მიიღოს ბუნებრივი საშუალება ესეთი ძლიერი სტრესის დროს, ან პოსტტრაუმული აშლილობის დროს. 15-დან 30 მილიგრამამდე მიიღება დღის განმავლობაში, 60 მილიგრამ ზევით უნდა მოერიდოს ადამიანი, ან მაღალი დოზებით არ არის სასურველი, მაგრამ აი ამ 60 მილიგრამამდე დღის განმავლობაში მოკლედ უსაფრთხოა და უსაფრთხოების ძალიან მაღალი სპექტრი აქვს. ზაფრანასაც უსაფრთხოა და თან ეფექტურია, მოკლედ ეგეც კარგი საშუალება. ხო, ნუ ეს არ არა, თქმა უნდა, ის ზაფრანა ჩვენ ყვითელ ყვავილს რომ ვეძახით, ეგ არ არის. ახლა რისი გაკეთება შეიძლება კიდე, როცა ძლიერ სტრესშია ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ გარშემო, თუნდაც შენ ოთახში კომფორტული გარემო მოიწყო, სიმშვიდე, სასიამოვნო მუსიკას მოусმინო მაგალითად, ან ღამე ბუნების ხმები რომ ჩართო, შენთვის სუფთა სასიამოვნო გარემო შეიქმნა და ანუ აი ეს მინი კონტროლიც კი ეხმარება იმას, რომ ადამიანს კონდეს სიმშვიდის განცდა და სიმშვიდეში ეხმარება. ასევე სუნთქვითი ტექნიკებია ძალიან მნიშვნელოვანი. სუნთქვითი ტექნიკა მაგალითად 4-4-4-4-ის პრინციპი, რომ 4 წამის განმავლობაში ამოისუნთქე, 4 წამის განმავლობაში შეჩერდი, 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქე, 4 წამის განმავლობაში გაჩერდი. აი ესეთი ეს პრინციპი ხო თითქოს არაფერია, მაგრამ სინამდვილეში ნერვულ სისტემას ამშვიდებს, იმიტომ რომ პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ და ამცირებს ასევე კორტიზოლის დონეს, ადრენალინის დონეს, ანუ სტრესული ჰორმონების დონეს ამცირებს პირდაპირ და აი დღეში ორჯერ რო გააკეთოს ადამიანმა ეს სუნთქვითი ვარჯიშები. ჩვეულებრივი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც სახლის პირობებში ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობაც ემოციურ გამძლეობას აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმში. და პატარა აქტივობები, რომელიც პატარა რიტუალები, მაგალითად დილით წყლის დალევა და ნებისმიერი მცირე რაღაცის წაკითხვა და ასე ჩვენს პრეფრონტალურ კორტექსს აქტივებს და გვაძლევს იმის განცდას, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ და როცა ჩვენ ვართ ის, ვინც აკონტროლებს, მაშინ ემოციები არ არის ის, ვინც გვაკონტროლებს, ამიტომ ემოციების ცენტრი უკანა პლანზე გადადის და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. დასწრებულობაა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, თუ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ანუ ეგეთ დროს ადამიანის ბრჭყალებში ძნელი ასატანია, მას უნდა იყო არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ წამს არ იყო არც ფიზიკურად იყოს საშუალება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მასთან ხარ მაგ დროს არა, როცა ძალიან ძლიერ სტრესში ადამიანი არ არის საჭირო ჩაღრმავება იმ მომენტში, რომ რაღაცა დეტალები და რაღაც ეგეთი საკითხების ან შინაგანი ფსიქოლოგიის ჩაღრმავება, არამედ იმის განცდა უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენთან არიან, ვიდრე მერე აღდგენისას ყველაფერზე საუბარი შეიძლება და ყველაფერი, თუმცა ანუ როცა მძიმე მდგომარეობაშია ადამიანი, მაშინ უბრალოდ დასწრებულობას, ანუ დასწრებულობა ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანი გრძნობს, რომ ადამიანი შენთანაა, თუნდაც მორალურად, მაგრამ ოქსიტოცინი გამოიყოფა, რაც ამშვიდებს ადამიანს. ნიშნულოვანი ნეიროტრანსმიტერია ძალიან. და კიდე ერთ პრეპარატზე მინდა, რომელიც ასევე პოპულარულია და მნიშვნელოვანია, ჰიდროქსიზინი. ჰიდროქსიზინიც აი ძლიერი სტრესის დროს ეგ არის რეალურად აი ლორაზეპამის და ბენზოდიაზეპინების ალტერნატივა, რადგან ანტიჰისტამინურ მოქმედება აქვს, ჰისტამინის სისტემაზე მოქმედებს, ამშვიდებს მოკლედ ადამიანს, იგივე ატარაქსი ბევრმა იცის. და აი როცა ასე ძლიერი შფოთვის და სტრესის ქვეშა ადამიანი, მისი მიიღება საკმაოდ ეფექტურია. ხო, არ აქვს ისეთი მოქმედება ძლიერი ანტიქოლინერგული, როგორც დიფენჰიდრამის მაგალითად და სხვა ანტიჰისტამინურებს, ამიტომ რეალურად მიიღებულია, რომ შფოთვების დროს საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხოა, თუმცა მისი გამოყენებაც ხანმოკლე დროით არის რეკომენდირებული, არ არის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიიღოს ადამიანმა, არ არის სასურველი, თუმცა ძალიან პოპულარულია და შფოთვების დროს, არა მარტო პოპულარულია, ძალიან ეფექტურია რა შფოთვების დროს და ამიტომ არის რომ ძალიან ხშირად იყენებენ მას. 25-დან 50 მილიგრამამდეა რეალურად დოზირება და საშუალოდ 4-6 საათი აქვს ეფექტურობა, ანუ 3 წუთიდან იწყებს მოქმედებას. ხო, არ იწვევს მიჩვევას და ეგ აქვს კარგი, თუმცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაინც არ არის მისი მიღება სასურველი და არ არის რეკომენდირებული. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ანუ სტრესთან გამკლავება შეგვიძლია, ცუდი დღეები ჩაივლის, კარგი დღეები მოვა, შესაბამისად მთავარია რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ რომელ სიტუაციაში. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.